მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ზანდებით? შუადღე მშვიდობისა, ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო, როგორ ხართ? როგორი დღე გაქვთ, როგორი ღამე გქონდათ? დღეს სურპრიზით მოვედი, როგორც ყოველთვის. ვინც მელოდებით და ვინც მიყურებთ. აი, ასეთი unboxing-ით, თემის unboxing-ით. და დღეს ძალიან დიდი სურპრიზი მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც შევიძინე. ძალიან მნიშვნელოვანი ბლოგერებისთვის და არა მარტო და სხვადასხვა რამე რომეები, ჩემთვის ნივთები და ჩემი ლეკვისთვის და რა ვიცი, ველოდები ბევრ კარგ რაღაცებს. აბა დავიწყოთ. თან დავიწყოთ დღეს ასეთი ლუკით ვარ. მოსული ჩემი ახალი გულიანი კეპკით მე რომ მიყვარს. აბა შევუდგეთ საქმეს. დავიწყოთ unboxing-ი. თან გავხსნი რომ არ მასკნეს. გავხიოთ. ასე. აბა დავიწყეთ. პირველი რახამ დღეს ასე გამოწყობილი ვარ, მოკლედ. დღეს პირველი იყოს აი ასეთი კეპი. გოგოებო, ბიჭებო, ვინც მიყურებს, ძალიან იაფი არის კეპები, კუდები, ასე ვთქვათ, თემუზე. ეს არის გოგოსი, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ესე, რა ვიცი, ხა ბიჭებს სატარებენ გზეთმებს, ზოგი ბავშვები, ბიჭები, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა და ასეთი დიდი, აი ასეთი კეპი, ასეთი ფერი მინდოდა რატომღაც წელს რაღაცა ესეთ ფერებში მომწონს კეპკები, მოკლედ. თეთრიც მაქვს შეძენილი და ესენიც რატომღაც მომეწონს. ასეთი დიდი ამოჭრილი აქვს უკან. ასეთი ხრიწით. აი რო აქ ესე ვინც კუდს ატარებს და ვისაც გრძელი თმა აქვს და ვისაც უყვარს ჩემსავით კუდების ტარება, აი ასეთი დიდი წვრილი აქვს. აი ასე ძალიან ხარისხიანი არის, ძალიან სასიამოვნო ნაჭერი და რა ვიცი, სხვა რა უნდა იყოს ახლა ზაფხულის უბრალოდ კეპი. სადღაც 10 ლარი ღირდა ეს თვორცდები, ხო? ნუ ფასტაკლებით თუ შეიძენთ უფრო ნაკლებად, შეიძლება 5-6 ლარათაც იყიდოთ, ნუ მოკლედ. ასე მივეცი მე. ამაშიც სადღაც ესე 15-16 ლარი. ხო, აბა გადავედით. ხო, ეს ჩემი ლუსის კაბები არის. აბა ასეთი ეს ჩემი ლუსის, ჩემი ლეკვის, ჭიხვახვას, ჩემი 2 თვის ლეკვის, ლუსისთვის, ნუ ჯერ ატყობა არ ექნება მგონი კარგი. არ ვიცი, ჩავაცმევ დავტესტო. აი ასეთი ნახეთ. აი რა ლამაზია. უი, რაღაცა ჩემი ბავშვობის კაბას გავს. აიმე. მამიდამ ყავს მე და კერავდა, ძალიან კარგი კერავი არის სხვათა შორის და ესე კაბებს გვიკერავდა და რაღაც ის კაბა გამახსენდა, ისეთი რაღაცა პრინტი აქვს, ისეთი ნახატი. მე და ჩემდას ქონდა ხოლმე რაღაც ესეთი კაბები. უი, და აი ლუსისაც ექნება. მოგონებებით შემომაწვა. ნუ მოკლედ ასეთი ლამაზი კაბა. ეს მეორე კაბა, აბა ნახოთ. უი, რაღაცა ძალიან საყვარლობები არის. უი, ნახეთ. აი, როგორი ლამაზი ბანტით. აი, ასეთი ემითი რა ქვია. კნოპკებია თუ რა ვიცი რა ქვია. ხო, ასეთი კნოპკებით და ასეთი სხვათა შორის კარგი ხარისხი. აი, ესე იკოსკოსებს ჩემი ლუსი.
ცოტა რომ მოიზრდება, იმიტომ რომ ეს ცოტა რაღაცა დიდი მეჩვენება მაინც იმის მიუხედავად, რომ პატარა ზომა გამოვიწერე, მაგრამ რატომღაც მაინც რა ვიცი, ჯერ ძალიან პატარაა და ისედაც ტანით პატარა ცხოველი არის ეს ძაღლის ჯიში, ანუ ჩიხუახუა და ეს ვაფშე პატარა. ეს საერთოდ პატარა. ხო, ეს გამოვიწერე. ეს ძალიან მინდოდა სხვათა შორის კიდევ ყვითელი მომივიდა. ეხა ეს არის ვარდისფერი. ვემზადები სამგზავრო რაღაცების ანუ მაქვს კი ბევრი ჩანთები, რაღაც კოსმეტიკის, რაღაცების, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის, რა თქმა უნდა. მარტო მე არა ვარ, ჩემ ოჯახშიც ორი ბიჭია და რა ვიცი, მოკლედ იმათაც ჭირდებათ, მეც მჭირდება, ეს ჩემთვის არის, რა თქმა უნდა. ესეთი ფერი ჩემ ლეკვების და ფისოსთვისაც ასეთ რამეში ვაწყობ ხოლმე სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხარისხი არის. რა ვიცი, მე მომწონს, ვისაც მოგწონს შეიძინეთ, ძალიან დიდი ტევადობა აქვს, რა ვიცი, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ასეთი ყვითელი ჩამომივიდა და დიდი ტევადობის, უკვე ჩავალაგე რაღაცები, აი ასეთი აი მოიცათ თან ახალი რო არის. აი ასეთი ბადე უკანა ამას ჯიბეც. აქ შეიძლება ფუნჯები რაღაცები ჩაალაგოთ და აქ შამპონები რამე რუმე დასაბანი სახეხი რაღაცეები და რა ვიცი 1000 რამე რუმე შეიძლება შეინახოთ ასეთ ლამაზ ჩანთაში. მე რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ კიდე ვაპირებ შეძენას და რა ვიცი თუ შევიძინე და როცა ჩამომივა აუცილებლად კიდევ გაჩვენებ სხვა ფერს შევიძენ აუცილებლად. მოეცია იგივეს არ ვიყიდი რა თქმა უნდა. ხო, კიდევ ასეთი კოსმეტიკის ჩანთა ძალიან მომეწონა ნაჭრის. ეს სიახლე არის ჩემთვის, ანუ სულ ისეთი რაღაც ისეთი კოსმეტიკის საფულები ჩანთები მაქვს და ეს ნაჭრისაც რაღაცა მომეწონა. აი ასეთი ვეფხვის ლეოპარდის პრინტით, ასეთი ნაჭრის და აბა ვნახოთ შიგნით, ნახეთ როგორი ოქროსფერი ეს არ გაფრინდეს თან ხარირვა ნიავი არის და აი ასეთი ძლივს ამოვისუნთქეთ ამდენი სიცხიც მე რა ვიცი ცოტათი მაინც ცოტათი ნიავი არის და მიხარია გულს უხარია მოკლედ. აი ასეთი აბა გავხსნათ. აი რა საინტერესო სხვათა შორის ცუდი შუნი არ აქვს, მინდა გითხრათ რო აქვს ხოლმე ჩინურ რაღაცეებს. აი ასეთი შიგნით რაღაცა აი ეს რაღაცა პლაშის იმის აქვს რაღაც როგორც იტყვიან ხოლმე ესე პლაშის ნაჭერი უხეში და მაღლი და რბილი ძალიან ნაზი რაღაცა მობილვეტო რაღაცა ნაჭერი. ნუ მოკლედ ძალიან ხარისხიანია, მინდა გითხრათ და სხვათა შორის 7 არ ღირდა, 7 არამდე ღირდა თუ 10 არიც არ ღირდა, ანუ ძალიან კარგი რამეა, ძალიან ლამაზი. ამას აუცილებლად თუ წავედი ზღვაზე წავიღებ აუცილებლად. თუ ზღვაზე წავალ აუცილებლად გადავიღებ თქვენთვის ვიდეოებს. არ დავასპოილერებ და რაღაცებს კიდე ვაპირებ და რა ვიცი ვინც მიყურეთ გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბლოგერისთვის რომ არხი გამოიწეროთ, რომ კიდე იარსებოს ჩემმა არხმა დიდი ხანი და ბევრი გამოიწერი მეყოლება მეტი სტიმულიც მექნება ძალიან მიხარიხართ, მიყვარხართ მეიმედებით რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი არის და რა ვიცი თქვენთვის ყოველთვის ვეცდები რომ ძალიან ლამაზი და კარგი და საინტერესო საჭირო ვიდეოები შემოგტავასოთ არა მარტო ეს სიარულის და რაღაც ჩემი ცხოვრების
არამედ ძალიან საჭირო აი მსგავსი unboxing-ები და რამე ნუმეები. მეც თან შევიძინო რაღაცები და თან თქვენთვის გაგახალისოთ, გაგაცნოთ რაღაცებს და რა ვიცი, ვისაც გაინტერესებთ, მიყურეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, თან დალაიქეთ, თან დამიგულეთ, მომწერეთ კითხვები დამიშვით. ვისაც აინტერესებს უკეთ ჩემი გაცნობა და რა ვიცი, შემეკითხეთ, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერზე პასუხს ვეცდები, რომ გაგცემთ. აბა გავაგრძელოთ, გადავედით. ასეთი სათვალე გამოვიწერე კიდე ერთი. აი ასეთი. აბა არ ვიცი როგორი ხარისხის იქნება სხვათა შორის. წინაზე ჩემი გულები ძალიან მიყვარს, გულის სათვალები, ვინც მიყურებს, იცის რომ ძალიან მომწონს. ხო და შეიძლება ერთ ვლოგში შემოვიდეთ ჩემი გულის სათვალეებით, ანუ როცა გარეთ გავალ და ანუ ან მანქანიდან რაღაცა ვიქნები, აუცილებლად ჩემი გულის სათვალეებით შემოგთავაზებთ ვიდეოს. აბა აი ასეთი პოპულარული ცნობილი სათვალე და მე შევიძინე, რატომაც არა. აბა ვნახოთ. აი ასეთი საინტერესო ფორმის, სხვათა შორის ბიჭებისთვისაც რატომ არა, ჩვენივრად შეიძლება. რა პრობლემაა? იყოს სხვადასხვა ფერები, შავი, გამჭვირვალე, ყვითელი ფერი კიდე. ეს არის, მე მგონი, პლასმასნარევი არის, არ არის შუშა. უბრალო არის, მაგრამ ძალიან მოდური არის და ძალიან ლამაზი, ახალი, ინოვაციური, რა ვიცი. აბა გავიკეთოთ თუ გვეხდება, მოკლედ აი ასეთი რაღაცა. ნუ, რატომაც არა. ესეც აქვს ამასაც ადგილი. შეიძლება